მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ პეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გიყურებს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ჩვენს გიყურებს ტელეკომპანია პალიტრი ნიუსის ეთერი. დღეს პარასკევია, ჩვენთან ერთად არის დათო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. ხო. ნუ ახალი ამბავი ჩვენთვის არის ის, რომ ასე ვთქვათ, მოქმედებაში შევიდა ეს ტელევიზიებთან დაკავშირებით მაუწყებლობის შესახებ მიღებული ახალი კანონი, უკვე რამდენიმე ტელევიზიას უჩივა კიდეც ქართულმა ოცნებამ რაღაც ამ კანონის სტანდარტების დარღვევაში, ითხოვენ, რომ აი რეჟიმს და ასეთ რაღაც სიტყვებს ნუ გვეძახით, როგორც ფაქტს ისე ნუ წარმოაჩენთო, ან უგვეძახითო ამას არ ეუბნებიან, როგორც ფაქტს ისე ნუ წარმოაჩენთო, ფაქტი და შეფასება გამიჯდეთ ერთმანეთში, რომ ეს თქვენი აზრია ეს უნდა ჩანდეს და როგორც ფაქტია და დაახლოებით ასეთ რაღაცაზე იდავება. მაგრამ იქ ნუ კიდე ბევრი სხვა მუხლია. მაგალითად, ტოქ-შოუებს და ესეთ გადაცემებს, როგორც ჩვენი არის, საავტორო გადაცემებს, იქ ცოტა მეტი თავისუფლება არის, მაგრამ ითხოვენ, რომ ყოველ გადაცემის წინ უნდა ითქვას, რომ ეს არის საავტორო გადაცემა. ეს არის საავტორო გადაცემა, თქვათ მაშინ. ხო. ასე უნდა ვთქვათ, რომ რასაც აქ მეძახენ ხა საუბრობთ, ეს არის ჩვენი შეფასება და ეს არის ჩვენი სუბიექტური აზრი და არ გამოხატავს და არა ფაქტი. არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის, არც გლობალური ომის პარტიის, არც სტეიტის, არც არავის. ხო, რო არის შეფასება და არ არის ფაქტი, ფაქტად არ ვასაღებთ. ჩვენი აზრია ეს ერთი და კიდე ასევე კანონში წერია ასეთი რამ, რომ არ უნდა იყოს მიმართული რაღაც რომელიმე პარტიის გაშავების წინააღმდეგ. სხვა სიტყვებით წერია, მაგრამ აზრი ეგ არის, რომ როგორ გაწევი. ხო და აი ხა ეს ისე ჩანაწერია, სულ ამბობ, რომ ამ ჩანაწერს მიხედვით იმედი პოსტების უნდა დაიხუროს. ორივე ტელევიზია, იმიტომ რომ ეს ტელევიზიები მეც არაფერს არ აკეთებ თუ არა ოპოზიციური პარტიების გაშავებას. კი, ნამდვილად ასეა. მე საერთოდ წინა დღეს ირაკლი კობახიძე ნაწილობრივ დამეთანხმა და განაცხადა, რომ აი იმედი რო ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას რო ეძახით, რომ ესეც არასწორია, იმიტომ რომ შეფასება და ფაქტად ასახებს. თვითონ რო იძახის. არა, ეგ არა. პოლიტიკოსებთან ჟურნალისტმა აქ როგორ რაღაცა იცი, რომ ეს მარტივი ჟურნალისტი. ხო, ჟურნალისტურ სტანდარტებია საუბარი და გასაგებია ეს მარტივი ჟურნალისტური სტანდარტია მართლაც, რომ ეხა ფაქტი და შეფასება გამიჯნო უნდა იყოს, მაგრამ ეს არის სარედაქციო ეთიკისაგან, ეხლა ამას კანონი არ უნდა არეგულირებდეს. ეს ყველა ტელევიზიის გადასახა, ხა ჩვენი ტელევიზია არც აქამდე აკეთებდა ეგრე. ხო, ხა ჩვენ საინფორმაციოში და ვერა გისმენ და აი მაგონდება 90-იანი წლები, როცა ამაზე იყო კამათი. რომ ეს მაშინ ვამტკიცებდით, მაშინ ეხლა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო სულ, მედიის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს არის თვითრეგულირების სფერო და არ შეიძლება ეს რომ კანონმა დაარეგულიროს, იმიტომ რომ აქ არის ხელისუფლების მხრიდან ამის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საფრთხე. ყოველ ცუდუნებაა იმის, რომ ეს გამოიყენო კრიტიკული აზრის ჩასახშობად. ეხლა ეს კარგი ხელისუფლება რომც იყოს და ეს უფლება მისცე, ისიც გამოიყენებს. ნუ აქ ხშირია ხოლმე ანალოგიები და აი ბოლო დროს თუ აკვირდები ასეთ ანალოგიები მოაქვთ ხოლმე, რომ მაგალითად ინგლისში დააკავეს რაღაც ათასობით ადამიანი სოციალურ ქსელში რაღაცა იმისთვის გამოქვეყნებული განცხადებისთვის. მაგრამ მაგრას არ ამბობენ ეხლა ეს სოციალურ ქსელებში ისინი რაღაც პოლიტიკურ შეფასებების გამო კი არ იჭერენ ხალხს. იქ ზოგჯერ სოციალური ქსელები გამოიყენება იმისთვის, რომ ვიღაცას ემუქრებია, რომ მოკლავთ შენ და დედას გიტირებდი და ესე იგი საგაცლით თავს და რაღაცა ეხლა ასეთ რაღაცებს როცა წერენ კი ესა თქო და ჩვენთანაც ასე შვედეთშიც კანონი მიიღებენ ისეთი ორგანიზაციების დაფინანსების წინააღმდეგ, ვინც რაღაც ექსტრემისტ და ტერორისტ ეუხრობა და ქართულოსებმა სადა ამის გამოყენება, რომ აი იქაც გამჭრობის კანონს იღებენო და არა ეს ჩვენთან ყოველთვის ცდილობენ რაღაცა მიაბაროს. მე შვედეთის საერთო ზურგული გახდა, რომ გაერთიანები და ცალკე განმარტებები, რომ ეგრე არ არისო. როგორც თქვენ გონიათო და ნუ ასეთი რაღაცა ყველაფერზე არის, მაგრამ ეს ყველა საინტერესო რა არის აქ იცი რომ ეხა დღეს გაირკვა რომ მარტო ტელევიზიებზე კი არ არის საქმე, სოციალებზეც სოციალებზეც იქნება, ოღონ აქ ხა ჯერ კანონს არიღებენ, უბრალოდ გადაწყვეტეს რომ უჩივონ კონკრეტულ მოქალაქეს, როგორც პრეცედენტი შექმნა, ალბათ რომ ერთხელ შეეშინდეთ გინების გამო. ანუ სოციალურ ქსელში რომელიღაცა მოქალაქემ, ხა არ ვიცი ვინ უცნობია ჯერჯერობით ჩემთვის ვის უჩივიან, შეაგინა მთავრობას თუ ხელისუფლების რომელიღაცა წევრს.
და აი ეს შეიძლება გახდეს დასჯადი აი ამ კუთხით რომ გიჩივლებენ და დაგაჯარიმებენ ამის გამო ან ასე შემდეგ. ახლა როგორ წარიმართება სასამართლოში არ ვიცი, მაგრამ ნუ ჩვენი სასამართლოს როგორ წარიმართება აი ეგ ვიცით ნამდვილად როგორ წარიმართება. ხო. შეიძლება ითქვას. პატაშორის იმ სარცელში რომელიც დაუწერეს ფორმულას დეპილოს ჩამონათვალში რა ტერმინების გამო უჩვენებთ, ეს იყო სასამართლო კლანი. ანუ ეს სასამართლოს კლანი არ უნდა დაუძახო. ან თუ დაუძახებ, უნდა თქვა, ჩემი აზრით არის. ეს ჩემი აზრით კლანი, ჩემი აზრით სასამართლოს. ხო, გასაგებია. მე მგონი ეს ერთი სხვი, ნუ კი ვიცინით რა არის სასაცილო ამბავი. მე მაინც ასე მგონია, შეიძლება ბევრი ამაში არ დავეთანხმოს, რომ მე არ მგონია ეს რაღაცა ისეთი ღრმა ჩანაფიქრული სისტემური, თუმცა ამით ეს არ იოლდება ამით საქმე. მე მაინც გონია საერთოდ გონია რომ ეს რეპრესიული კანონების თელი კასკადი რაც ხელისუფლება მიიღო ეს ახლა რატომ მიიღეს ახლა მაინდა-მაინც აი ბოლო 2 წელია ხო ეს ამ რაც კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი აი ეს რეპრესიული კანონები წამოვიდა იმისავით რა ქვია რა ვიცი ახლა აი ყოველ დღე თითო რაღაც კანონს აქვს. მე მგონი ჩვენ ყველა წინადადებაზე რომ ვიძახოთ ჩემი აზრით და აი რეპრესიული კანონი რო ახსენე ახლა ხო? გადაცემის წინ უნდა ვთქვა თუ ამ გადაცემაში რასაც ვიტყვით ყველაფერი არის ჩვენი შეფასება და ჩვენი აზრი. ყველაფერი ჩვენი სუბიექტური აზრია, რასაც ვამბობ და არავინ არა ვალდებული დაგვიჭეროს და ფარგლებს ფაქტი ისე მიიღოს. კი მაგით დავიდან მივთქვით და კიდე გავიმეოროთ. შეგვიძლია კიდე მე მგონი აღარ უნდა. ხო მაგრამ ახლა ფაქტია მართლა ეს არ არის შეფასება რომ აი ეს კანონები რაც მედიას ეხება და ასეთ რაღაც საჭიროები მიიღეს სწორედ კობახიძის გაპრემიერების შემდეგ. მანამდე 10 წელი არ აწუხებდა, 12 წელი არ აწუხებდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება და ესეც უკვე შედის რაღაც კრიზისულ ფაზაში, ეხლა დღეს აშკარად ხელისუფლებაში ბიზნეს ივანიშვილის აქვს განცდა ჩემი აზრით რომ მას უპირებენ დამხობას და მას ებრძვიან და ის თავს იცავს. ეხლა მას რო კითხო აი დარწმუნებული ვარ იტყვისო ეს თავდაცვის იმას მიმართავს და ებრძვის არა ქუჩაში რაღაცა ახალგაზრდები ან ვიღაცა პოლიტიკური პარტიები ესენი არის მხოლოდ ინსტრუმენტები ბიზნეს ივანიშვილის დროში ებრძვის ის რაღაც მითიური deep state იქიდან ებრძვიან რომელიც აღარ ამის აგერ ტრამპსა და იმას შორის მასკს შორის ჩამოვაგდო მახეთქილებ ამაზე მეორე ნახევარში ვილაპარაკებთ კიდევ ანუ რაღაცა უზარმაზარი დიდი ძალა უპირისპირდება რომელიც მას მილიარდებს არაძლევს და აქაური რაღაცა მედიის, არასამთავრობოების, კონკრეტული პოლიტიკოსების ხელით უპირებს ჩამოგდებას. და ტიპი არ თავდაცვით რეჟიმში ალყაში გრძნობს თავს. დასტავრია ვერ არწმუნებენ რომ ეს ასე არ არის. ვერ დააჯერა. და ამის დაგმე იღებს რაღაცა ყველანაირად ცდილობს ესე იგი თავი დაიცვას. აი იქ აკრძალა გინება, იქ აკრძალა ესა რომ რაღაცენ მოსპოს ეს გზა და პრაქტიკულად გამოსდის რომ ამყარებს მისდა უნებურად ეს თუ შეუგნებლად თუ შეგნებულად და საბოლოო ჯამში შეგნებული გამოდის რა თქმა უნდა ნუ პრინციპში მივდივართ გაქანებული ავტორიტარული რეჟიმისკენ მივდივართ კი მივედით უკვე და ეხლა კიდევ ტოტალიტარულისკენ წავედით ეს ნატოს შეფასება ჩემი შეფასება არის რომ უკვე მივედით ავტორიტარიზმში და ეხლა მივდივართ ტოტალიტარიზმისკენ იქამდე ჯერ არ მივსულვართ ხო 5 წუთი აკლია ხო და რუსული გამოთქმა რო არის ხო კარტოთ როგორ უნდა თარგმნო ეს ეს პიცი მინუტი ხო როგორ უნდა თარგმნო 5 წუთი გვაშორებს თითქმის მივედით ხო ეგრე აი შვედეთის საელჩოს განცხადება რო არ მომედავონ ზუსტად უნდა დავიკითხავ შვედეთის მთავრობამ შვედეთის საელჩო ამბობს დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე რომელიც შეაფასებს უნდა აიგზავნოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტულ და სხვა ანტიდემოკრატიული მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება და ასევე შესთავაზებს ასეთი აკრძალვის მარეგულირებელ ჩარჩოს. ანუ ჯერ სპეციალურად გამოძიებას ატარებენ ეს კანონი უნდა მივიღოთ თუ არა. ანუ არც კი მიუღია. ჯერ ფიქრობენ და სპეციალური გამოძიებელი დანიშნეს რომ გამოიძიოს რამდენად არის ესეთი ფაქტები მართლა ეს ექსტრემისტული რამდენად არის საჭიროება თუ არა ასეთი შეზღუდვა. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა. როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა ან ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის სახალისება. ანუ ამის წინააღმდეგ ვიბრძვითო. გამოძიების თავმჯდომარის ასე ევალება ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება. ეს პროცესი ამბობს შვედეთის საელჩო მკვეთრად განსხვავდება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისგან, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებული იქნა ნაჩქარევად სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე ამბობს საქართველოს თემასთან დაკავშირებით შვედეთის საელჩო.
ხომ არა პაპუაშვილი გამოადა? არა, პაპუაშვილი გამოვიდა უკვე და წაგიკითხა. ეხლა წაგება მაგას არ დაზარდებოდა. და წაგიკითხავ რა თქვა. ცინიზმია, როცა შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღოს ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა. როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი თითქოს სხვა განზრახვები აქვს, არასერიოზულია. ანუ შვედეთი ვაფრო აფინანსებსო ჩვენთან არასამთავრობოებსო. ისინი ქუჩაში რომ გამოდიანო, თვითონ შვედეთის საელჩო ახალისებს ექსტრემიზმს. ახლა სხვა მხრიდან მოუარეს, გავიგე? აქამდე ამბობდნენ, რომ აი ჩვენსავით გამჭვირვალობის კანონს იღებენ და ჩვენ რატო ვაკრიტიკებენ. ახლა რომ გაირგვა, რომ არ არის გამჭვირვალობის კანონი, ეხლა ექსტრემიზმი იქ თუ გზალავენ, აქ რატო ვიფინანსებენ ექსტრემიზმს? ნუ დაახლოებით ეგ თემა არის. მაგრამ შავა პაპუაშვილი ფაქტობრივად დანიშნული არის, შეიძლება ითქვას, ივანიშვილის მხრიდან ადამიანად, რომელიც პირდაპირ მუშაობს აემ ევროკავშირის დისკრედიტაციას. დისკრედიტაციას და ხო მათთვის პასუხისგაცემას თუ პასუხის მოთხოვნას, პასუხის მოთხოვნა. ანუ მისი საქმე არის, რომ პასუხი მოთხოვოს ევროკავშირს და ევროკავშირის სულ მაგაზე აკრიტიკებს, შეიძლება სწორედ იმიტომ, რომ თვითონ არის ასე ვთქვათ, ევროპული ფონდის ხელმძღვანელი იყო და თვითონ გასცემდა ამ გრანტებს ამ პერიოდში. როგორც თვითონ გითხო, თვითონ ამტკიცებს დღეს ფინანსდება ექსტრემისტული რაღაც კი ბატონო, მოკლედ ხო რა შეეხება ამ სოციალურ მასში გინების აკრძალვას, ახლა კიდევ ვიმეორებ, კანონი ამაზე ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ სასამართლოში იჩივლებენ და ალბათ სასამართლოში ექმნის პრეცედენტს და აჯარიმებს რომელ მოქალაქეს, რომ მე სხვა სოციალურ ქსელში მთავრობას არ შეაგიდეს. ამ ამბავმა ყველას გაახსენა ჩემი ცოლის დაქალების ცნობილი პრეზიდენტი, რომელმაც გინება აკრძალა, ხო გახსოვს და სოციალურ ქსელში უკვე ეს მიმიდი გაკეთდა ამ თემაზე, როგორ გძალავს რა ერქვა ამ პრეზიდენტს დამოვიწყდა. დარდიანიძე, ხო, ბატონი დარდიანიძე როგორ გძალავს გინებას და ყველა ხუმრობს, რომ ჩემი ცოლის დაქალებში რაღაცა სატირულად დაიწერა, ყველაფერი აგვიხდა. სიმპსონები არის, სიმპსონებზე არის ეგეთი ისაცრობილი თეორია, რომ რაც ხდება მომავალში, ყველაფერი არის უკვე ნაჩვენები. სიმპსონებში დაწყებული პრაგმატი უკან არის წვით მიაწერს, მაგრამ ხო, ნუ ასეც ხდება, აქაც ხდება ხოლმე ხანდახან ასე, მაგრამ ნუ არის რაღაც ანალოგია. მოკლედ, ეხლა აქ რა არის, იცით, თავარი პრობლემა ჩემია. თავარი პრობლემა არის სასამართლო ხელისუფლების არარსებობა ჩვენთან. და ის რომ სასამართლო ხელისუფლება არის პრაქტიკულად ბიზირე ივანიშვილის პირადი, ასე ვთქვათ, სასამართლო. ანუ ის განაგებს რეალურად და რასაც ხელისუფლების მას უნდა იმ გადაწყვეტილებას მიიღებს ყველაფერზე. ხა ეს ახალგაზრდების პროცესი რომ მიდის და დაკავებულთა პროცესი, ნუ ეს არის აი პირდაპირ ნიმუშებზე, პირდაპირ მოსამართლე. არც მიწებულებებია, არც მოწმის ჩვენებები არა, არაფერი არა საერთოდ. აი არანაირად არ დასტურდება მაგალითად კონკრეტული ადამიანის ბრალი. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა აქციაზე, ზოგი იქაც არ იმყოფებოდა კიდე იმ დღეს, რომლისთვისაც სასამართლები. არც პოლიციელი არ ამბობს, რომ ეს იყო. არც სხვა არანაირი მტკიცებულება არ აქვს და მაინც იჭერს. ეხლა ნუ აქ რა უნდა გააკეთო, არ ვიცი, ესე იგი რა. უბრალოდ შეუძლებელია რამე აუცილებლად მინდა მოვასწროთ, მე და შენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრება არჩევნებში მონაწილეობის თემაზე, ანუ შენ ფიქრობ, რომ ოპოზიცია უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სხვა, მე ვფიქრობ, რომ მე აზრს ვერ ხედავ ამაში, ასეთ ვითარებაში, აზრს ვერ ხედავზე კი არ არის. ანუ როცა ხა მთელი ოპოზიცია გამოვიდა 2024 წლის არჩევნებში ვერ და თქვა, რომ ივანიშვილმა საქართველოში არჩევნები გააუქმაო, თუ ხა შეუძლებელი რომ არჩევნები გააუქმა ივანიშვილმა, ხა გააუქმებულ არჩევნებში სად მიდიხარ? მარტივი პოზიცია მაქვს ამ თემაზე, ანუ თანმიმდევრულობა სად არის აქ? ხო, ხა თუ პარლამენტში არ შეხვედი, იმიტომ რომ არჩევნები აღარ არსებობს ამ ქვეყანაში ამბობ და არაფერი არ შესრულა და მაინც მიდიხარ, რატო რა მისნი? ეხლა შენ მოგისმის, შენი არგუმენტები რა არის? ორი რამდენიმე არგუმენტი მაქვს, მაგაზეც კი პასუხებ. პირველი და თავარი ჩემთვის არის, რომ მე ვფიქრობ, რომ მე იმდენად არჩევნებში მონაწილეობის მომხრე არ ვარ, ანუ რაღაცა ენთუზიაზმით კი არ უყურებ ამას, აი რა კაია. მით უმეტეს ამ ფონზე, როცა უკვე ერთიანობა ისე არის დარღვეული, რომ ახლა არჩევნებში სერიოზულად ვიფიქროთ, რომ რამე დიდ წარმატებას მიაღწევს, უკვე ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ უკვე ისე დაპირისპირებულია, ასე ვთქვათ, კონკრეტული პოლიტიკური და აქტივისტების ძალები აი ამ არჩევნებში მონაწილეებთან, რომ ძალიან რთული იქნება ამ საზოგადოებრივი აზრის შეცვლა, რომ მოახერხო. პირველი ეს ჩემთვის არის თეზისი ის, რომ ბოიკოტი არის ჩემი აზრით ყველაზე ცუდი ვარიანტი, ყველა შესაძლო სხვა ცუდი ვარიანტებიც არის.
მონაწილეობა მათ შეიძლება ცუდი შედეგი მოიტანოს, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვარ, რომ ცუდ შედეგს მოიტანოს ოპოზიცია. ბოიკოტის უფრო ცუდ შედეგს ვერ მოიტანოს ვერაფერი. აბაში ვარ დარწმუნებული. ნუ იმიტომ რომ რა ცუდი შედეგი შეიძლება იყოს? ცუდი შედეგი საერთოდ იდეალურად ცუდი, ანუ იდეალურად ცუდი ნათქვამია. აი ყველაზე ცუდი რა შეიძლება იყოს? ყველაზე ცუდი შეიძლება იყოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია, მის ძალაუფლების გამტკიცება. ბოიკოტი როგორ მოახდენს ლეგიტიმაცია? ძალიან მარტივად მოახდენს იმით რომ ჩაატარებს არჩევნებს. ამერიკით ამბობს ზოგიერთ რომ არჩევნებში შესვლა მოახდენს ლეგიტიმაცია. არჩევნებში შესვლა ვერანაირად ვერ მოახდენს ლეგიტიმაციას, მაგაზე ევროპელებიც აპარაკობენ და კიდევ გვეწყვიან. და ეს ძალიან მარტივია, არჩევნების ლეგიტიმაცია ხდება არა იმის მიხედვით წინასწარ, არამედ მერე, პოსტფაქტუმ, როგორ ჩატარდება იმის მიხედვით ხდება. თუ არჩევნები ყალბდება და 2024-ში იმიტომ იყო ლაპარაკი როცა იყო რომ გაყალბდა ის არჩევნები და ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, ის იყო შედეგზე უკ შედეგისთან გამოდიოდა. აქ ჯერ შედეგი არ დამდგა, ახალია ეს არჩევნები. მერე რომ იგივე ხელისუფლება აკეთებს, ეს არ ნიშნავს პირდაპირ არავისთვის იმას, რომ გინდა თუ არა ყველაფერი მორჩა უკვე და აზრი აქვს, ბრძოლას აზრი აქვს. აი, ზურაბ ჯაფარიძემ მითხრა ინტერვიუში სანამ დაიჭერდნენ, რომ თუ არჩევნებში გავა პოზიცია, ეს მთელამ არაღიარების პოლიტიკას ჩამოანგრევს. არა, ჩამოანგრევს, მაგაზე თუ რომ არაღიარების მაგაზე ეგ არის ძალიან მარტივი გასარკვევი. ხა მაგაზე მარჩიელობა რა საჭიროა? კითხონ. იქ არ არიან? აგერ ჩავიდნენ ევროკავშირში დადიან, ხო? კითხონ რა იქნება? ამ შემთხვევაში ეს იმოქმედებს თუ არა ამას? კეთყვია მე ზუსტად ვიცი რა პასუხსაც მიიღებენ. წინასწარ შემიძლია უთხრა რა პასუხს ეთყვიან. თუ არჩევნები გაყალბდება, თუ ხელისუფლება არ გააუქმებს რაღაც კანონს, მოიქცევა ცუდად მოკლედ და ოპოზიციაში არ არის აუცილებელი პირდაპირ სიხარული და ენთუზიაზმით შევარდეს იმაში. დააყენოს მოთხოვნები საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ასე შემდეგ. მაგრამ ჯერ დაუბრუნდები იმას, თავარი არის რომ ბოიკოტის შემთხვევაში ხელისუფლება გაყალბების გარეშე წყნარად იგებს. ყველგვარი მიზეზი, ყველაფერს აკომპლექტებს, ყველაფერს აკონტროლებს უკვე ცენტრალურ ხელისუფლებას, ისედაც აკონტროლებს თვითმმართველობებში, ყველგან თავისი ხალხი ყავს. ვიღაცა წვრილი პარტიები მაინც მონაწილეობენ, მე იმ ვარიანტს ვამბობ, რომ დაუშვათ გახარია და ლელოც არ მონაწილეობს. და რაღაცა რა ხდება მერე, ამის მერე. იგივე დასავლეთის მხრიდან, ნუ რა ახლა ეს არჩევნები ცენტრალური ხელისუფლების ლეგიტიმაცია ამით არ მოხდება, მაგრამ თვითმმართველობის ორგანოების მოხდება, იმიტომ რომ ნუ რა ახლა გაღაზრების გარეშე ლეგიტიმურია. არა, ეს აქამდე ლეგიტიმურია, დღესაც კახი კალაძე მიუხედავად იმისა, ჩვენ როგორი დამოკიდებულებას მის მიმართ არ უნდა გქონდეს, დღეს არის ლეგიტიმურად არჩეული მერი, ხო? და ასე იქნება ახლაც, ანუ მაგრამ ეს ხო არსებულ ვითარებაში უფრო მეტად შეუწყობს ხელს ხელისუფლების ლეგიტიმაციას ზოგადად, იმიტომ რომ ოპოზიციამ რა უნდა აკეთოს? მაგას როგორ შეუწყობს, როცა საერთაშორისო ორგანიზაცია ეცოდინება, რომ თავი ოპოზიციურ პარტიამ არ მიიღოს. ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული. არა, კონკურენტული რო არ იყო, მაგას იტყვის ყველა, მაგრამ შენ გაწუ წინასწარ არ ცადე, არ შეებრძოლე, არ ეცადე იმას. შენ გიჭერს თუ არა, ხა იქნებ არ გიჭერს, ეს ხალხი ხარს და ხელისუფლება რას იტყვის, რომ არ უჭერს, მაგათ ხალხი მხარს ბატონო ჩემო, არ უნდა იციან პასუხია, გაასწორე კანონმდებლობა, გამოუშვი პატიმრები, შეცვალე CSKO-ს, სხვანაირად დაკომპლექტე სასამართლოს, სხვანაირად. არა, ეხლა მოდი ზედმეტებს რო ვიტყვით, ეხლა რაღაცები მოთხოვნები უნდა დააყენო, მაგრამ შენ კარგი გახდიო, მოვთხოვთ ეხლა. არ გახდება, არ რეალისტური მოთხოვნები არ, მაგრამ რაღაც მოთხოვნები უნდა დააყენო, კი დააყენო, მე ვინმე უშლის არაღენები, იძახი რომ წინასწარ იძახი რომ არა. ეს ხო არ არის მარტო არგუმენტი რომ შენ ცუდი კანონები მიიღე და რაღაცა და ის. არის კიდევ ის რომ საერთოდ ზრიან აქ რაც არ უნდა მოხდეს, ისეთი სისტემა აქვს შექმნილი, რომ მაინც ისიგებს. ეხლა ეს არის წინასწარ იგივე შემიძლია ეგეთი სისტემა? არ არსებობს ეგეთი. 2024-ის არჩევნება არაჩვენა ეგ? არა. არანაირად არაჩვენა, იმიტომ რომ მე ვარ აბსოლუტურად. ეს უკვე არის დამოკიდებულება და შეფასება. ანუ ვიღაცა ფიქრობს რომ 2024-ის არჩევნებმა აჩვენა რომ უბრალოდ აზრი არ აქვს. ყველანაირ არჩევნებში იგებს ოცნება. ვიღაცა შეიძლება ფიქრობდეს რომ ვერ მოიგებს ყველანაირში, თბილისი ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა რომ უნდოდა. მე სულ არ მგონია რომ მას აკმაყოფილებდა ის შედეგი რაც მიიღო თბილისში ამ რუსთავში. მაგრამ სასისოს ხო არ ჭირდებოდა. ეხლა დაჭირდება. ანუ წინასწარ შეუძლებელია, ცოცხლად ჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყმახიძეს მაშინ ყმადაღებული გამოსვლა არ დაჭირდებოდა, უბრალოდ ამოიღებდნენ იმ კონსტიტუციიდან იმ ევროინტეგრაციას, მაგრამ ვერ მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ უმაგალითო მასშტაბის გაყალბებას მიმართეს, გარდა ზემოქმედებისა, გარდა იმისა, რომ ოპოზიციამაც ვერ იმუშავა რეგიონებში და ცუდად იმუშავა, გარდა იმისა, რომ უამრავი ფული დაიხარჯა, პლუს კიდე კარუსელები და რაღაცები ატრიალეს, რაც მაგამდე არ ყოფილა. 2012-ის მერე
პირველად იყო ასეთი მასშტაბური კარუსელები და ასე ვთქვათ, ასეთი დონის გაყალბებები არა. ეხლა თუ ჩვენ ეს არ შეგვიძლია და დაუშვად არ შეგვიძლია რომ ამის პრევენცია მოვახდინოთ თბილისში, დავანებოთ რეგიონებს, თბილისზე კონცენტრირდეთ, სადაც ოპოზიციური განწყობა მეტია. თუ ამას ჩვენ ვერ ვახერხებთ, მაშინ ბოიკოტის მერე რა შვედით? რას ვახერხებთ? ანუ ჩვენ არ შეგვიძლია თბილისში შევებრძოლოთ ხელისუფლებას და დავამარცხოთ და გვინდა საერთოდ ჩამოვშალოთ ეხლა რანაირად კაცო თუ იმის თავი გვაქვს მაშინ თბილისის მოგების თავიც გქონია და თუ ამის თავი არ გვაქვს მაშინ არც იმის თავი არ გქონია და წავიდეს სახში ტელეპოზიცია. ზოგადად ჩანს რომ ეხლა არც ერთის თავი არ არა არც ერთის დაცვებს არა რომელი უფრო ადვილია. რომელი უფრო ადვილია. ბოლოს და ბოლოს არჩევნებში შესვლა იმას მაინც განახებს რამდენი ხარდამჭერი ყავს რეალურად. დღეისთვის რამდენად შეგიძლია ხელისუფლების წინააღმდეგობა ეს მნიშვნელოვანია იგივე დასავლეთისთვის რომ შეაფასოს აქ სიტუაცია თუ ოპოზიცია ასე ვთქვათ მიდის საფეხბურთო ტერმინი რო ვთქვათ აფსაიდში სადღაც გადის თამაშიდან დეუნება თქვენ დაჭიქი ჩვენ აქედან ვაპროტესტ ხო მე პირიქით ვფიქრობ არჩევნებში მონაწილეობა და დათანხმება ამ სიტუაციაში ეს იქნება ოპოზიციის აფსაიდში გასვლა იმიტომ რომ ის ამორჩეველი რომელიც არის გამოდიოდა ქუჩაში და დღემდე გამოდის და საპროტესტო ელექტორატი რომელიც აქტიური ამორჩეველი რომელიც ასე აქტიურად აპროტესტებს ქუჩაში ეს ამორჩეველი ამ ოპოზიციას დააკენსელებს ამის მერე და ისინი არჩევნებზე არ მათთვის ეს ამ ეტაპზე არის არა რაღაც პრაგმატული გათვლის საკითხი ან პირველ რიგში მორალური საკითხი ხო და აი არასწორია მორალური იმიტომ რომ ეს არ არის მორალის განვითარება აშუაში ამორალურია ვინც ხო რაღაც მომენტში იმიტომ როცა შენი ამდენი პოლიტპატიმარი ზის ციხეში რა ეხლა მე ვიძახი არ ჩაჯდეს იჯდესო თუ რა ასევე არის მაგალითად არა უკაცრავად რა ესე იგი ამდენი შენი კოლეგა მე რა კაცო მე რას ვიგი არა უბრალოდ ამ ვითარებაში აი თან კაცო როგორ რაღაცა იცი ახლა მოიც ბევრი ლაპარაკი არა გავიგე ხა რას ნიშნავს ეხლა მე რა ვიძახი რომ ის იჯდეს იქო არა შენზე კი არა აბა ვერ გავიგე ახლა პოლიტიკოსებზე პოლიტიკოსი ვარ და უშედა მივდივარ მიიღებენ არჩევნებში ვითხოვ პარტიის გათავისუფლებასაც თუ ვითხოვ არჩევნებსაც თუ ვითხოვ მაგრამ თუ არ გიკმაყოფილებენ და მაინც მიდიხარ მე რა ხდება მნიშვნელობად მე მივდივარ თუ არა მე ხო იმ მოთხოვნას არ ცვლი ჩემ დამოკიდებულებას არ ცვლი და რა არის ამაში ამორალური მე მივდივარ იმისათვის რომ ვიბრძოლო მე ტრიბუნიდან მოვითხო იმას ანუ მე თუ მივდივარ იმის გამო რომ რაღაცა გარიგებაში შევდივარ ხელისუფლებასთან აი აღარ ვილაპარაკებ ამ პატიმრებზე იქ რაღაც დასავლეთში აღარ ჩაგიშვებ ასეთ რაღაცებს თუ პირდები მაშინ მართალია ეს ამორალური საქციელია კი მაგრამ თუ არაფერს გავსარო აპირებ და ბრძოლისთვის ამორალური ხა ესეთი მძაფრი სიტყვა მორალის საკითხია მეთქი ანუ როგორ საკითხია იცი ანუ იმის აღნიშნა მინდა რომ მარტო პრაგმატული გათვლებიდან არ გამოდის ეს გამოდის იმ სიტუაციიდან რა სიტუაცია შეიქმნა ეს არის რაც არის შექმნილი აი ამ თუნდაც პროტესტის ირგვლივ იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად ნიშნავს რომ პოლიტიკური პარტიები ამ ხალხს ვინც ქუჩაში დღემდე დგას ეუბნებიან რომ პროტესტმა არაფერი შედეგი არ გამოიღო აზრი არ აქვს და ჩვენ მაინც არჩევნებზე უნდა წავიდეთ არა არ არის ეს ალტერნატივა ვინ არის ეს არის ყველაფერი პიარის საკითხი ეს არის ყველაფერი იმის საკითხი როგორ აწვდი შენ ადამიანს და მომრჩეველს კაცო და იგივე პროტესტის მონაწილე ეს ალტერნატივა კი არ არის არჩევნებში არ მოდი ხა შენ ხეჭერდი და მე წავალ არჩევნებში ასე არის პარალელური არა მაგრამ ასე გამოდის გინდა არ არა არაერთ გამოდის ასე კაცო ეს ერთი მეორე საერთოდ რატო რიცხავს ეს არ არის ურთიერთგამრიცხავი იყოს ისიც იყოს ესეც ეს ერთიანი პოლიტიკა აქტიურობის და მიტინგის და აი ამ რაღაც პროტესტის ნაწილი კი არ არის არჩევნები. პოლიტიკური პროცესი თავისთავად. პოლიტიკური პროცესის ნაწილია არჩევნების, პოლიტიკური პროცესის ნაწილია ქუჩაში გამოსვლა, პიკეტებიც და ბევრი რაღაცა. საზღვარგარეთია ეს ერთი პროცესია. მაგრამ ეხლა მე ერთ რამეში გეთახმები, თუ ერთიანობა არ არის, მაშინ ცუდად ასაკ. კი ბატონო. მაგაში არა, აი მეორე საკითხია რა შედეგი მოაქვს ამ არჩევნებში შესვლას. თუმცა მე მგონია რომ ამ შემთხვევაში ცუდი რა არის ეხლა აქ, იმიტომ რომ აქ ისე წავიდა საქმე ყველაზე ცუდი რასაც მე უყურებ დღეს რაც უკვე ისე წავიდა საქმე და ისე დაპირისპირებამდე მივიდა რომ აქ ვეღარ გაჭირდება ძალიან საერთო პოზიციის გამონახვა. იმიტომ რომ ორივე მხარისთვის როგორ გამოვა, ერთი რომ მეორეს დაეთანხმოს, გამოვიდა რომ იმ მხარემ ეს დააჩმორა. აი ძალიან მარტივად რო თქვაზე არ წავიდა. ორ პარტიას ფაქტობრივად ის აქვს დედა აქვს დაფიცებული რომ არ გავარჩევ. იმათ დედა დაფიცებული არ გავლენ. ამათ ახლა გამოცხადებული აქვს რაღაცა და ხა ესენი რო არ დაეთანხმოთ, გამოვა რომ იბერმა პორტიამ ესე ორი დააჩმორა. ამიტომ ესენი გავლენ. დარწმუნებული ვარ ასე მოხდება და ეხლა მე რა მოხდება რომც ყველას რომ ეთქვა ყველა უკაცრავ ყველას რომ ეთქვა მაინ რომ მივდივართ არჩევნებზეო
ერთიანობა მაინც არ გაერთიანებს გულისხმობ, იცი, რომ ერთიანი კანდიდატზე შეთანხმება მაინც შეუძლებელი იქნებოდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ახლა მაგალითად გახარია ყველანაირად უარყოფს, რომ ნაცებთან რამენაირად საერთოდ აიჭიროს და ასე შემდეგ. პოლიტიკური კანდიდატი შეიძლება. ხო, მაგრამ ნუ მაინც ერთიანი. მერზეა ლაპარაკი. მერზე, ხო, მერის საპარლამენტო. მერი უბრალოდ ხო, მაგრამ მაგ თემაზეც ნუ შეთანხმება. ახლა მე არ ვიცი რომ ადვილი არაფერი არა, მაგრამ საერთოდ ვამბობ, პოლიტიკაში შენ როცა უპირისპირდები ავტორიტარული რეჟიმს და ეს ცნობილია რა დიქტატურასთან ბრძოლის ყველა მეთოდი შენ უნდა იყოს განსხვავებული იმისგან შენ არ უნდა ხდებოდე რაღაც შენ თვითონ ავტორიტარულად არ უნდა უპირისპირდებოდი შენთან უნდა იყოს პლურალიზმი იქ თუ არის ერთი აზრი შენთან უნდა იყოს პლურალიზმი იქ თუ არის უკომპრომისობა შენ უნდა იყოს კომპრომისის ხო და მე მაგას როგორ წარმოადგენენ ისე რომ წინა პლურალიზმი რო არის და ოპოზიცია ერთმანეთს რო ამ შემთხვევაში ხო ანუ უპირისპირდება თუ ეკამათება თუ რაღაცა დღეს გამოვიდა რუსთავი 2 და საინფორმაციო გამოშვება დაიწყეს ასე პოლიფონია რომელიც კაკაფონიაში გადაიზარდა ხო არა რა თქმა უნდა ისინი ამას ანუ რაღაცა და ეხლა მაინტერესებს ეს ფაქტია თუ შეფასება დასაჯარიმებელია თუ არა რუსთავი 2 ამის გამო რომ გადაწყვიტა რომ კაკაფონია მაინც ტიპიდან აიღებენ მეორეში გადაიტანა ასე რომ კი დღეს უკვე იმდენად არაჯანსაღი სიტუაცია ამ დეპარტამენტის არჩევნებთან დაკავშირებით რომ აი ხა როგორ აიცი რომ ვიღაცები მიიღებენ მონაწილეობას ინანებენ არ მიიღებენ მონაწილეობას მაინცინანებენ მაინც უნდა დამთავრდება ეს ყველაფერი ერთადერთი ხა მე პირადად ისი მე საკმაოდ პესიმისტურად უყურებ ხა ამ პერსპექტივას ამ სიტუაციის ერთადერთი იმის იმედი რომ შეიძლება ხელისუფლება ერთი რომ ჩაიდინოს რაღაცა კრიტიკობა კიდევ მე მაგალითად აი შენ არადაკვირები ხარ რატომ არ აგრძალეს ეს პარტიები თავიდან ხო გამოგვიცხადეს ყველა საუგზალავთო ო ეგ არის არგუმენტი რომ უნდათ რომ მიიღოს მონაწილეობა პირიქით არის ჩემი აზრით როცა ეგონათ რომ იქ შეიძლება იყო ერთიანი ოპოზიციას დაეყენებია თბილისის მერის კანდიდატი გამოგვიცხადეს რომ აკრძალავთო მე რომ შეატყოს ახლა ისინი ხო ყველას უთვალთვალებენ და უსმენენ შეატყოს განწყობებს გამოვიდა ეს ორი პარტია და ამის დაიფიცა რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღეს მონაწილეობას მე დათვალეს ეს აკრეს მაინც აღარ მოგვიგებენო იფიქრეს და გადადეს მე უფრო მეტსაც გეტყვი თუ ოპოზიცია იმდენად დასუსტდება და ყველა ვარიანტში დასუსტდება ოღონდ რომელი უფრო დასუსტდება ვინც მიიღებს მონაწილეობას თუ ვინც ვერ მიიღებს მე დარწმუნებული ვინც მიიღებს მონაწილეობას ის უფრო დასუსტდება შეიძლება პირველ ხანებში ასე იყოს მაგრამ ერთ ორ სამთვეში არ ვარ დარწმუნებული რომ ასე იქნება შეიძლება პირიქით იყოს აი მე დარწმუნებული რომ ბევრი ადამიანი საერთოდ არ წავა არჩევნებზე არა კი გასაგებია თუ ეს განწყობა შენარჩუნდა ოპოზიცია მიიღებს იმაზე ცოტა ხმას ვიდრე საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო და კიდევ უფრო ვარესი დაემართება ეს ყველა ორი პარტია თუ არ გავიდა რა თქმა უნდა ეს ყველა ვარიანტი ასე იქნება უფრო ნაკლებს მიიღებენ ახლა ის ამორჩევის ისინი თავიანთი ამორჩევის არ მივა მათი ამორჩევის არ მივა როგორ მივა რანაირად მივა და როგორ მივა იქამდე კიდე 3 თვეა იქამდე კიდე თუ ეს ამ ისტერიული და რაღაცა ერთმანეთის ასე ვთქვათ ზაფრი დაპირისპირებიდან გადავა უფრო საქმიანი დიალოგის რეჟიმში შეიძლება რაღაცაზე მოხდეს რა ეხლა თუმცა პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ამგონია და მე მგონია რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში არის დაპირისპირება და ერთმანეთის ასე ვთქვათ დადანაშაულება რომელიც აუცილებლად მოხდება არჩევნების მერე ხო რეკლამის დრო მოკლედ რო შევაჯამოთ ამ შემთხვევაში ჩემი და დათოს პოლიცია განსხვავდება ოღონდ მე მგონი აქ თავარი ის არის რომ ჩვენ ერთმანეთზე ეჭვი არ გვაქვს რომ ვიღაცას აგენტები ვარ და ვიღაცის აზრს წარმოვადგენთ ორივე არის ჩვენი კონკრეტული სუბიექტური აზრი არც ერთი არ ვაპირებ არც კენჭისყრას და არც სადღაც დაბრუნდეს. მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ვილაპარაკებთ ტრამპის და მასკის დაპირისპირებაზე რა მოხდა ეს დროს ამ ორ გადაფსკვნილ მეგობარ შორის რა შაუმა კატამ გაირბინა ნიკა ჩიტაძე იქნება ჩვენი სტუმარი. ბრუნდებით ხო? მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ილონ მასკისა და ტრამპის დაპირისპირების შესახებ. როგორც იცით, ილონ მასკი საკმაოდ დიდ თანამდებობას იკავებდა ტრამპის ადმინისტრაციაში, ეგრეთ დეპარტამენტი იყო რომლის მიზანი იყო შემცირებინა ბიუროკრატია. ხო, ბიუროკრატია და ზედმეტი ხარჯები და ასე შემდეგ, საკმაოდ რაღაცა ხმაურიანი რეფორმები გაატარეს, მაგრამ მე რაღაც მოხდა ის, რომ ტრამპი გაათავისუფლეს თანამდებობიდან ერთად გამართეს სხვათა შორის პრესკონფერენცია
ტრამპმა და მასკმა თითქოს რაღაცა ხელი ჩამოართვეს ძალიან ესე ვთქვი მეგობრულად დაშორდნენ, მაგრამ ამბავმა მაინც ბოლოს ამოხეთქა, იმიტომ რომ ნუ ტრამპმა სადღაც თქვა, რომ კიო ილონ მასკიო კი მეხმარებოდა პენსილვანიაშიო და იქ აგიტაციას ეწეოდაო, მაგრამ მის გარეშეც მოვიგებდიო. და ამას გამოეხმარა ტრამპი, ტრამპი რომელმაც ილონ მასკი უბრალოდ რომელმაც დაწერა, რომ ჩემს გარეშე დონალდ ტრამპი არჩევნებს წააგებდა. როგორი უმადურობა ამის შესახებ მან დაწერა X-ზე, მას შემდეგ რაც თქვა, რომ როგორც გითხარით, ტრამპა თქვა, რომ მაგის გარშეც მოვიგებთ, ჩემს გარშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა და დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატის კონტროლი ექნებოდა და სენატში რესპუბლიკელები 51-59-ზე იქნებოდნენ. როგორი უმადურობაო დაწერა მასკმა, ნუ მე ტრამპმა უპასუხა, რომ ილონ მასკი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალაო, მან ილონი მოთმინებას მაკარგინებდა. წასვავთ ხოლმე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომელიც ისი არავის უნდოდა, რაც მან თვეები ეიცოდა, რას ვიზამდიო და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა, წერს ტრამპი, ასევე მოგვიანებით დაიწერა, რომ ბიუჯეტში მილიარდობით დოლარის შენახვის მარტივი გზა მასკის კონტრაქტების გაუქმებაა. ჩვენს ბიუჯეტში ფულის მილიარდობით და მილიარდობით დოლარის შენახვის უმარტივესი გზა ილონის სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების გაუქმებაა. ყოველთვის მიკვირდა ბაიდენმა რომ არქნა ესო წერს ტრამპი. ნუ როგორც ჩანს ჯერ კიდევ წინა რაღაც იმას გააკეთა მაგასაც ადმინისტრაციის პირობებში ჯერ კიდევ მანამდე ელექტრომანქანებს ასუბსიდირებდა მთავრობა. პრინციპში ევროპაშიც არის ეს, რომ თუ ელექტრომანქანებს იყიდი, შენ ხელისუფლება რაღაც ფულს გიხდის, რომ წაახალისონ ეს ეკომეგობრული მანქანები, სავარაუდოდ ასეთ კონტრაქტზეა ლაპარაკი და მილიარდობით და მილიონებს უხდიდითო და თან ეს დონალდ ტრამპი ამ დროს ადმინისტრაციაში ხარჯების შემცირებაზე იყო და თურმე მისი კომპანიასთან კონტრაქტების გამო მილიონები იხარჯებოდა. მერე ილონ მასკი გამოვიდა და დაწერა ასეთი რამ დროა ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო. დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებში ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულაო, დაწერა ტრამპმა X-ზე, ბორსორას მასკმა X-ზე კაგ დღეს გისურვებ დონალდ ჯონ ტრამპო მიუწერა მერე. ანუ ეპშტეინის ფაილები ეს შევახსენებთ, სოფლის სკანდალი არის ამერიკაში, ვინც არ იცის, ეპშტეინის კუნძულს ეძახიან, სადაც რაღაც ღრეობები და ღრეობები ხო რბილი სიტყვა არის, ხო რაღაც ესეთი სკანდალური ორგიები იმართებოდა და ამაზე დიდი გამოძიება მიდის, იქ საუბარია რომ თითქოს არასრულწლოვანებიც იყვნენ და ასე შემდეგ და ნუ ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავი და ცნობილი ადამიანი არის ამ ამბავში გარეული. რომ თითქოს წლების განმავლობაში ამ ეპშტეინის კუნძულზე ამ ორგიებში იღებდნენ მონაწილეობას. ნუ გამოძიება მიდის დიდი ხანია, არ დასრულებულა და ეს ამბობს, რომ ამის მიზეზია რომ არ დასრულა და გამოქვეყნდა ისე, რომ ტრამპიც იყო დადიოდა იქო. მან შემდგომ პოსტში დაამატა, შეინახე პოსტი მომავლისთვის, სიმართლე გამოაშკარავდებაო. მასკმა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არანაირ მტკიცებულებათან არ დაურთო და როგორც ნუ ხო ეს ყველაფერი ნუ გამოიწვია იმან რაც მანამდე წავიკითხე. და ბოლოს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ მასკი დაეთანხმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, კომპანია ტესლას აღმასრულებელი დირექტორი, მილიარდერ ილონ მასკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის იდეას ეთანხმება. კერძოდ მასკი გამოეხმაურა პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტს, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის და მისი JD Vance-ის ჩანაცვლების იდეით გამოვიდა და მან მიაწერა, დიახ. დაწერა ილონ მასკმა პოსტის საპასუხოდ და ნუ ამაზე ატყდა ამბავი მე კიდე თავიდან რომ აი JD Vance-ის რა ხდება ეს ეგრეთები მოკლედ ეს რაც ჩვენ ახლა ბოლო დღეში გამითარდა ეს მიმოვიხილეთ მაგრამ ზოგადად შენი შეფასება მაინტერესებს ამ ყველაფრის ისი მაჩვენებელია ეს გარდა ისე რომ ანუ თავიდანვე ცხადი იყო ჩემ თვალში რომ ორი ესეთი ერთად ვერ გაძლევდა კი მეც აქედან მინდოდა დამეწყო ზუსტად კი და მე ზუსტად სხვათა შორის აქედან მინდოდა დამეწყო ჩვენი საუბარი მე მოგესალმებით პირველ რიგში მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის და მოგახსენებთ თქვენს დებათვით რომ მოსალოდნელი იყო ის რომ
რაღაც მომენტში გახეთქილება ტრამპსა და ილონ მასკს შორის უცლებად ვთქვათ მოხდებოდა გახეთქილებას ეკნებოდა ადგილი და რატომ? რომ მე ესე მგონია ხა ორივე გახლავთ ამბიციური პიროვნება, ტრამპს გააჩნია ის ამბიცია, რომ ვთქვათ არის აშშ პრეზიდენტი და შესაბამისად აქედან გამომდინარე ნომერ პირველი ვთქვათ პოლიტიკური ფიგურა სოფლიოში და ნუ მეორე მხრივ რა თქმა უნდა მასკს გააჩნია ვთქვათ თავისი ამბიცია, რომ კიდე გამომდინარე ვთქვათ მისი ქონება ბლუმბერგის მონაცემებში შეადგენს დაახლოებით $400 მილიარდ, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით დოლარი მან დაკარგა სხვადასხვა მას შემდეგ, რაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი, როდესაც ტესლას აქციები ფასი დაეცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნუ მაინც მას ითვლება ყველაზე მდიდარ ადამიანად და აქედან გამომდინარე, თქვათ მას გააჩნდა თავისი, ასე ვთქვათ, ამბიციები, ცალკე ორი ამბიციური პიროვნება და მათ შორის, ახლა მეგობრობა, როგორც ასეთი ჩემისათვის არ არსებობდა, ახლა ორივე ამბიციური პიროვნება, რომელთათვისაც მე ესე მგონია, რა ვიცი, ნუ იძულებული რაღაცნაირად ესე მათ პიროვნულ თვისებებზე გადავიდე, მაგრამ ნუ თუ აანალიზებთ, ალბათ ჩემი მოსაზრებაა, რომ ამ შემთხვევაში არც ერთს, არც მეორეს არ შეუძლია რეალური მეგობრობა. ეგეთ კატეგორიის ადამიანებსაც როგორ არიან, რომ ვინ ჭირდება თქვათ იმასთან აქვთ ურთიერთობა. მე ესე მგონია, იმიტომ ორივეს გააჩნია რაღაც მერკანტილური, რაღაც კომერციული ინტერესი პირველ რიგში, ეს გამოჩნდა და ჩანს აშკარად და ორივე ბიზნესმენია. ორივე ბიზნესმენია ფაქტიურად. აქედან ხა ტრამპის ქონება ვერ შეედრება მასკის. ტრამპის ქონება შეფასებული დაახლოებით $6 მილიარდ და ნუ მასკის კი ბატონო $400 მილიარდ. ერთმანეთი ჭირდებოდათ, იმიტომ რომ მასკის ჭირდებოდა ერთ-ერთმა ტრამპის თმა, ხა ზუსტად არ შეიძლება შემეშალოს რომელმა ცნობილმა ასე ვთქვათ პოლიტიკოსმა მოითხოვა, რომ დეპორტაცია გაუკეთო ტრამპს, მოგეხსენებათ ის ამერიკელი ტრამპს კი არ არის. ილონ მასკს დეპორტაცია გაუკეთო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მას კი არ არის ამერიკელი, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და ფაქტობრივად იმიგრანტია რა. კი ბატონო. თუმცა თახის დიდი ნაწილი ამერიკაში შო, ხო, როცა გადავიდა თავისთავად. ხო, აქედან გამომდინარე, თქვათ, მათ ერთმანეთი სჭირდებოდა და როდესაც თქვათ, ერთმანეთი ჭირდება და როდესაც თქვათ, საფუძველი რაღაც შეგვცოთ რაღაც გულწრფელ გამოდის, მაგრამ როდესაც წმინდა ადამიანური თვეები არ არის თქვათ საფუძველი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ორივეს თქვათ, რაღაც პირადი ამბიცია გადაწყვეტს, თქვათ, მათ ერთმანეთი ჭირდებოდათ განსაკუთრებით, აი ეს, როდესაც ტრამპი აწარმოებდა წინასაარჩევნო კამპანიას, ხო? იმიტომ ტრამპს ჭირდებოდა მასკის თანხები და ნამდვილად მართლაც მასკი დაეხმარა ტრამპს და ხა შემთხვევითი არა, ხო, პრაიმერისშიც გაიმარჯვა, ხო, ტრამპმა, იმიტომ ძალიან ბევრი სვავს კითხვას, ხო, ჩემი ჩაგვით, ხო, ხა როგორც შეძლო ტრამპმა მეორედ, თქვათ, ხო, გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ამდენ სკანდალს ჩაერა, ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდგომში ვიცით, ხო, სულ სასამართლო დავები ჰქონდა და რამდენიმე თქვათ ბრალი წარედგინა მას, მაგრამ მიუხედავად ამისა მოახერხა თქვათ გამختارიყო პრეზიდენტი. რატომ? იმიტომ რომ მე ესე მგონი მასკის აწყობდა ტრამპი, რატომ? იმიტომ ტრამპი აცხადებდა იმას, რომ მისი მიზანი იყო გადასახადების შემცირება და აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შრომის უნარიანი მოსახლეობის 85%-ზე მეტი ჩართული არის თქვათ ბიზნეს სექტორში, პირველ რიგში, ხო? თავისთავად ვიცით, რომ ეს საბაზრო ეკონომიკის ამერიკული მოდელი, ხო, სადაც სახელმწიფო სექტორის ხვედრწილი მინიმალური არის ამ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ფედერალურ დონეზე, ესე იგი 3 მილიონი ადამიანი არის დასაქმებული ფედერალურ სტრუქტურებში და ნუ თქვათ შტატების დონეზე, თქვათ სტრუქტურებსაც თუ გავითვალისწინებთ, საერთო ჯამში დაახლოებით სადღაც 20-23 მილიონი ადამიანი დასაქმებული სახელმწიფო საჯარო უწყებებში, მაგრამ დანარჩენ ამერიკის მოსახლეობა ხო 340 მილიონს აჭარბებს, აქედან გამომდინარე სადღაც 250 მილიონზე მეტი ადამიანი დასაქმებული კერძო სტრუქტურაში. და ხა ბევრმა ხმა მისცა, იმიტომ რადგან ტრამპი აცხადებდა, რომ თქვათ გადასახადებში ამცირებდა. რა თქმა უნდა, მასკისაც აწყობდა, რომ გადასახადები შემცირებული იყო, ამ ტექნოკრატებსაც, ბიზნესმენს აწყობდა, თავისთავად ბევრმა მხარი დაუჭირა და თავისი თანხა გაიღო, რომ თქვათ ტრამპს წარმატებით ჩაეტარებინა საკუთარი წინა საარჩევნო კამპანია და მეორე მხრივ თქვათ ტრამპს აწყობდა მასკი თავისთავად, იმიტომ რომ ფინანსური რესურსები ტრამპის ფინანსური, რა ქვია, მასკის ფინანსური რესურსების მეშვეობით, რა თქმა უნდა, მან მოიპოვა გამოჩენა. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო, ხო? თავისთავად. მათ ერთმანეთი ჭირდებოდათ, მაგრამ დღევანდელ დღეს აი რა მოხდა რეალურად მათ შორის ეს საინტერესო ბევრი ფიქრობს, რომ ტრამპს რაღაც ამბიცია მასს ამბიცია გაუჩნდა, რომ ის რაღაცა ჭრილოვანი მართველი ყოფილიყო. კი ბატონო. ბევრს გაახსენდა, რომ თეთრსახში ბავშვთან ერთად რო იყო მისული. კი, მაგიდან რომ შეცვალა, ხო, ტრამპმა მაგიდან შეცვალა რაღაც სპეშიტიც რო იჩიჩქიდა ეს ბავშვი. მოკლედ
ხო ეხა მართლა არის, მაგრამ ორივე არის ფაქტობრივად ექსცენტრიულ ტიპაჟი, ხო, ეხლა ტრამპიც და მასკიც. ხო, აი, არასტანდარტული ტიპაჟები არიან, არ ვიცი, რაღაცა განსაკუთრებული მით მორიდებულობით არ გამოირჩევიან და ასე შემდეგ და ხო, ანუ სინამდვილეში ანუ რა მოხდა მათ შორის და რატო მოხსნა, ხო, ეგ არის საინტერესო, ანუ თუ ასრულებდა კარგად თავის მოვალეობას, რატო გაუშვა. თავიდან ჭირდებოდა ტრამპს, იმიტომ ვიცით რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია უზარმაზარის საგარეო ვალი, რომელიც მოცულობა შეადგენს სადღაც 31 ტრილიონ ამერიკულ დოლარს, ანუ 100%. აშშ ტრიანი შიდა პროდუქტის 100% აჭარბებს აშშ-ს შიდა ასე ვთქვათ საგარეო ვალი ერთად აღებული და თითქოს მას კი ამ შემთხვევაში დაეხმარებოდა ტრამპს, რომ შეამცირებდა, თქვათ, მას მიიღებდა მონაწილეობას, თქვათ, იმ პროცესში, რომ შემცირებული იყო, თქვათ, საჯარო სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკაში და ასევე, თქვათ, საჯარო სექტორში მომუშავეთა რაოდენობა, ვიცით, რომ გაუქმდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USA-და. მიუხედავად იმისა, რომ რაც შეეხება აშშ-ს საგარეო დახმარებას, სხვათა შორის, ხო, აშშ ყოველწლიურად გამოყოფდა დაახლოებით 40 მილიარდ დოლარს. თუ გავიფრთხილოთ, რომ აშშ-ის ბიუჯეტი 3 ტრილიონ დოლარს აღემატება, 40 მილიარდი, ნუ მიშიპლს რაც შეეხება დაახლოებით 30 ტრილიონი დოლარია, 40 მილიარდი დოლარი ალბათ დიდი თანხა არ არის აშშ-ისთვის. ის რო თქვა აშშ მას შემდეგაც საქართველოს მაგიდნა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საქართველოს მიიღო 6 მილიარდი დოლარის დახმარება აშშ-ს და კი საქართველოსთვის დიდი მოცულობის თანხა, მაგრამ აშშ-ისთვის ის საგარეო დახმარება არ არის. კობახიძე სხვანაირად ითქვას მაგ თანხას. კი, კობახიძე აქეთ რო თქვა იქით ამერიკა ყოფილა, ესე იგი დავალებული. ხო და ნუ აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ არ ვიცი, ახლა ტრამპს რაღაც პერიოდის განმავლობაში ჭირდებოდა მას კი, რომ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმები განახორციელებდეს, მაგრამ ახლა რეფორმები ვერ დავახორციელებთ. ეს ვარიანტი გამიგო, მაურმა თავის საქმე გააკეთა, მაური უნდა წავიდეს. მაური უნდა წავიდეს, ხო, იმიტომ რომ შემდგომში ხო, თქვა, რა თქმა უნდა, მაგრამ საინტერესოა ეს დაპირისპირება სადამდე მივა, ხო, ახლა საკმაოდ ისეთი ბრალდებებია, ხო, ახლა მარტო ის კი არა, მაგრამ ეფშტეინის ფაილებშია და ხო, აქაც ესე იგი, მაშინ მასკს უნდა დაუსვათ კითხვა, მაშინ მანამდე თვალს ვატო ხუჭავდა, ანუ რატო აფინანსებდა და მხარს ვატო უჭერდა იმ ადამიანს, რომელიც ბოდიშთა არის გარყვნილი, თქვა, ხო? და თქვა, რაც გარყნის საქმიანობაში იყო ჩართული, ხო? ეხლა დაჭირდა, ეხლა საუბრობს, მაგრამ ნუ საფრთხო პოლიტიკური რეალიზმი ვიცით, ხო? ეხლა რას ნიშნავს, თუ ამ შემთხვევაში სწორედ ეხლა დაჭირდა და ეხლა აცხადებს, თქვა, ხო? მაგრამ მარტო ტრამპზე მას გარკვეულება როგორ ზოგადად პოლიტიკაზე, უკრაინასთან მიმართებაში მინდა ორი სიტყვით თქვა, საინტერესო თემა იყო ეს მერცის ვიზიტი იყო ამერიკაში, გუშინ და ხო, ნუ ბევრი რამ თქვა მერცმა, მათ შორის უკრაინაზე საინტერესო რაღაცები გააკეთა, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო თემა იყო ამ ემიგრანტების საკითხი, ვახსენეთ ჩვენ ხო, ახლა მასკიც ჩამოსულია სამხრეთ აფრიკიდან და პრინციპში ამერიკაში ყველა ოდესღაც ჩამოსულია, ხო და ხა ტრამპის თავი პოლიტიკა რომ ამ ემიგრანტებს ებრძვის. და მერცმა ძალიან საინტერესო რამ გააკეთა, ჩაუტანა სერტიფიკატი მოწმობა, იმისი დაბადების მოწმობა ბაბუამისის გერმანიაში რომელიღაც ქალაქში რომ დაიბადა ბაბუამისი და მე იქიდან ჩამოვიდა ემიგრილდა ასე ვთქვათ ამერიკაში და ჩარჩოში ჩასული ოვალურ კაბინეტში გადასცა. აი ბაბუაშენი ამ ქალაქში ჩამოვიდა და დაპატიჟა შემოდიო შენი შობლიური ისა რა ქვია წინაპრების ქალაქი ნახეო. ну ტრამპს ეხლა რომ ვიდეოში ეტყობა რომ დიდად არ გავა დიდი აღთქმებით არ შეხვედრია ამ ამბავს, მაგრამ საინტერესო ჟესტი იყო ასე თქვა მერცის მხრიდან ეს ამბავი და ну მოკლედ ბოლოს ვითხარი სულ ერთი წუთი გვაქვს ან უკრაინასთან დაკავშირებით როგორ წარმოგიდგენია ამერიკის პოლიტიკა როგორ შეიცვლება თუ არ აი ეს იქონიებს თუ არა გავლენას ეს მასკი ტრამპის ჩემთვის გარკვეულ ეტაპზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას, იმიტომ რომ თქვა ეს ამ დაპირისპირება შეიძლება შეეწიროს რაღაც დონეზე ამერიკის ინტერესს, როცა შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იქნება, თქვა ყურადღება გამახვილებული. თუმცა ნუ მეორეს ვთქვი, თქვა პარალელურად მუშაობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი, ვიცით რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, თქვა საუბარი იმაზე რომ გაიზარდოს, თქვა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან ესე იგი თავდაცვის სფეროს დაფინანსება 5%-ს უნდა გადააჭარბოს ტრიანი შიდა პროდუქტის და საერთო ჯამში მაინც ნეგატიურ გავლენას პოვებს, იმიტომ რომ მაინც ერთი პერიოდი, როდესაც თქვა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე იქნება ყურადღება გამახვილებული. მაგრამ აქ ერთი რამ არ უნდა დაგვაუწყდეს კიდე. საუბარია რომ შესაძლებელია ტრამპმა ეს აქვია მასკი გადაწყვიტოს ალბათ გეკრება დაგვანდით საკუთარი პოლიტიკური პარტია შექმნას.
ანუ წარმოიდგინეთ ახლა ტრადიცია დაირღვევა ამერიკაში, როდესაც დემოკრატიული პარტია ჩამოყალიბდა ჯერ კი 1828 წელს და რესპუბლიკური პარტია საბოლოო სახე მან მიიღო აბრაჰამ ლინკოლნის მმართველობის პერიოდში 1864-65 წლებში და ორპარტიული სისტემა არსებობდა ფაქტიურად. იყვნენ კი სხვა პოლიტიკური პარტიები, ცივამისდოს კომუნისტური პარტიაც კი იყო ამერიკაში, მაგრამ არ ჰქონდათ ისეთ გავლენა. და ხა მას კი თავის კაპიტალით ალბათ შეძებს რომ თქვა რაღაც პარტია თუ გადაწყვიტა და ეს ამბიცია ექნება რომ სპეციალურად თქვა ებრძოლოს ტრამპს, ახლა ძალიან საინტერესო იქნება ამერიკაში მესამე პოლიტიკური პარტია თუ გაჩნდება. ბრიტანეთის სხვადასხვა დიდი ხნის განმავლობაში ორპარტიული სისტემა იყო, იქაც მესამე ძალაა. მესამე ძალა. ჩვენ აქ ვითხოვთ ხოლმე, ხო? კი, თუმცა თქვა სასურველი არ არის, ბუნებრივია რომ თქვა მას კი ჩაერთოს პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბუნებრივია თქვა ის არ გამოირჩევა რაღაც პროგრესული ხედვით, მიუხედავად იმისა რომ შეიძლება კი წარმატებული ბიზნესმენია და ეხა ბუნებრივია რომ ესე იგი უა გააჩნია და ინტელექტი იმისა წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა კაპიტალს ვერ შექმნიდა, მაგრამ ალბათ ბიზნესმენად არის დიდად არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ხანდახან კი ინტელექტი და კაპიტალი. ხანდახან კი გააჩნია. მადლობა დიდი გადაცემისთვის. დიკა ჩიტაძე იყო ჩვენ სტუმარი პოლიტოლოგი, საუბრობდით ტრამპისა და მასკის დაპირისპირებაზე. გადაცემის მეორე ნაწილში ასეთი იყო გადაცემა, მე გემშვიდობებით კვირამდე კვირას 8 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.